გამო განსაკუთრებით დაუვიწყარი იქნება მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს. ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა მთიდან გადმოცხოვრებულნი არიან. ამიტომაცაა, რომ აქაურებს გამორჩეულად უყვართ პოეზია. ღვთით ბოძებული ნიჭით რომ არიან დაჯილდოებულნი, ამის დასტური გახლავთ წიგნი პოეტები საქართველოსი, რომელშიც ცალკე გვერდი აქვს დათმობილი ახმეტელ პოეტებს. სულ ახლახანს ეს უნიკალური ლექსთა კრებული განთავსდა თელავში, მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმში. წიგნი ასევე დაცულია საქართველოს საგანძურის ოქროს ფონდში. რაოდენ საამაყოა, რომ 20-ზე მეტი ახმეტელი თანაავტორი ყავს ამ კრებულს. დღეს სწორედ წიგნის პოეტები საქართველოს მერვე ტომის წარსადგენად შევიკრიბეთ. წიგნის შემდგენელ რედაქტორ-გამომცემელი გახლავთ საზოგადოება საქართველოს პოეტების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა შემოქმედთა კავშირის წევრი, სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, სამართალმცოდნე, პედაგოგი და რა თქმა უნდა პოეტი ქალბატონი მანანა სამყურაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და თქვენი აპლოდისმენტებით მივესალმოთ ქალბატონ მანანას. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა დამწერლ საზოგადოებას მომბრძანებისთვის და ჩვენი კრებულის ესოდი დიდი სიყვარულისთვის. ჩვენ მეორე ვართ ახმეტაში და პირველ გადაცემაზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარული გამიცადეთ და ახლა მეორე გადაცემაზე არანაკლები სიხარულია. რამდენიმე სიტყვით მეგინდა გაგაცნოთ ჩვენი მერვე კრებულის ასე ვთქვათ შიგთავსი. თუ როგორ ვამზადებთ, თუ როგორ ასე ვთქვათ კრებავთ ამ კრებულს. პირველი გვერდები ყოველთვის ეთმობა ჩვენი წინაპარი პოეტების შესანიშნავ ნაწარმოებებს, რომელსაც სპეციალური დატვირთვა აქვს. თქვენ იცით, რომ დღევანდელი ჩვენი საზოგადოება, ანუ ნებისმიერი ადამიანი, როდესაც იბადება ოჯახში შვილი და ცდილობს, რომ მათ აღსაზრდელად იშოვოს, ასე ვთქვათ, ან ძიძა, ყოველთვის ცდილობს და მე ვატყობ, რომ ფიქრობენ, ისინი არამც თუ აღზარდონ, არამედ გაზარდონ. ჩვენი მეფე პოეტები თავიანთი შვილების აღსაზრდელად ყოველთვის სასულიერო პირებს იწევდნენ. სწორედ ასეთი ძლიერი ადამიანების გაზრდილი მეფეები ყვავდა ჩვენ, რომელთაც საქართველო დღევანდლამდე მოგვიტანეს და გოჯ-გოჯ სისხლით დაიწვეს. თუ სამშობლო არ გიყვარს, თუ ერი არ გიყვარს, თუ სარწმუნოება არ გიყვარს, ამას რა თქმა უნდა ვერ შეასრულებ და აღასრულებ. ამიტომ ცდილობდნენ ჩვენი მეფე პოეტები, რომ თავიანთი შვილები აღეზარდათ სასულიერო პირებს, რადგანაც ისინი ღვთისმოყვარელი გაზრდილიყვნენ. ჩვენ, როდესაც კრებული შევარჩიეთ პოეტები, ახმეტაში საკმაოდ ბევრი პოეტები მოგროვდნენ და ძალიან კარგი პოეტები, სხვათა შორის ნანა ქიბრუწაშვილს დაურეკე და მეოცხარი ქალბატონო ნანა. ჩვენი კრებულისთვის ამათი ლექსები როგორც მარგალიტები ასე იქნება. საიდან მოიძიე მეთქი და რამდენიმე ადამიანი მიცვალებული გახლავთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პოეტის სული არასდროს არ აღდება და ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, განსაკუთრებით აი ასეთ თავშეყრის დროს, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით, როდესაც მათ ლექსებს ვკითხულობთ. ახმეტის გვერდისთვის, ახმეტის პოეტების გვერდისთვის შევარჩიე ასეთი სახელწოდება. სხვა ვერაფერს ვერ მოვიფიქრებდი, ძვირფასო მეგობრებო. და რადგანაც ძალიან ისტორიულად ძალიან ბევრი ადამიანი ყავს გმირი. ანწუხელიძეს მე ვადარებ ხოლმე ქეთევან წამებულს, არანაკლები წამება განიცადა მან. ახმეტა პოეტთა და გმირთა სავანი. აი ასეთი სახელწოდება გახლავთ თქვენი ახმეტელი პოეტების გვერდისთვის. ჩვენს კრებულში ყოველთვის ვცდილობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პოეტები შემოვიყვანოთ. პირველი სიტყვა მე მინდა გადავცე ქალბატონ ნაზი ხაპრიძეს,
რომელსაც არაერთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული და რომელიც თქვენი რაიონისთვის არის ცოცხალი მატიანე. თხოვთ ბატონო ნაზი. მოგესალმებით. ყველას ჩემ მშობლიურ ახმეტაში ვინც ცხოვრობს, ახალგაზრდა შემოქმედსაც, მოხუცსაც, მშობლიური ახმეტისა და სრულიად საქართველოს სიყვარულით ცხოვრების გზა რომ გააქვთ. მადლობა ღონისძიების ავტორებს, რომ არ მივიწყებენ. სანამ ჩემს სურვილებს გაგიზიარებდეთ, მინდა ერთი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც თუ შვა ახალგაზრდამ 19 წლისამ დაწერა და ისე წავიდა როგორც მეტეორი ცაზე. ლექსს სიმღერა ჰქვია. ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ჩვენ აქ პოეზიამ შეგვყარა და ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ამ ლექსის აქ წაუკითხაობა. ლექსო ამოგთქო მოხერო, შენ ხარ ამ გულის ნაჟური, ძაფრი ყივილი მომინდა, ამოძახილი ვაჯური, ადუხდი სულის ნატრეტო, გულს ცეცხლი წაეკიდება, ბრძოლის საჟინის სურვილი, ცვარნამად დაეკიდება, ლაღად მიდგება მოდგება, ჟანგი არ მოეკიდება. შენში სხვა ცეცხლი გიზგიზებს, სხვანაირ კალიციალებს, ეგ ბობოქარი ძახილი შორით შორ გაილიალებს, ჟამთაო ბედით ქარტეხილს და ამ სხრელს გაატიალებს, შენთან დაიჭის ეს სულიც, შენთან უკვდავადიალებს. შეებერტყავს შენი ქუხილი, საუკუნეებს მტვრიანებს, ყოფნის ქარცეცხლის კრეხილში ფოლადებრ გაიხმიანებს. ამოდი ლექსო ტიალო, მიამე გულის ტკივილი, ლომებრ ბუხუნი მომინდა, ომახიანი ყივილი, არჩილ კიტოშვილი. ახლა ჩემზეც ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ. 18 წლის ასაკიდან, ასეთი სცენიდან და საღამოებიდან ვეფერებოდი ჩემს ახმეტელებს. არაფერი დავიკლია მათთვის, მაგრამ ამ სიბერის ჟამს უკვე მეორედ მოვედი თქვენთან და ყველაზე ბედნიერი ეხლა ვარ. ეხლა რომ სიბერის ჟამს კიდევ გაგიზიაროთ ჩემი ნაფიქრი, ჩემი სურვილი, ჩემი სიყვარული. ჩემი ცხოვრება დაბადებიდან მოაგშამამდე ბრძოლაც იყო და შრომაც. არადა ცხოვრება ბრძოლის ხელოვნებაა და ჩემზეა ზედ გამოჭრილი. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გულთბილად მოვახსენებ მადლობას ამ მესვეურებს, ხელმძღვანელებს, სტუმრებს, ქალბატონ მანანა სამყურაშვილს, ნანა კიბროწაშვილს, ყველას, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს. დღევანდელი საღამოები და მსგავსი ჩვენი სულის ძახილია, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა. სხვანაირად ვერც ენას შევირჩენთ და ვერც მიწას. ჩვენი რაიონის სოფლები თისაც, ბარისაც შემოქმედებითაა სავსე. რამდენი ახალგაზრდა ჯერ ხმას ვერ იღებს, არადა პატრონობა უნდა, წახალისება უნდა, გზის მიმართვა უნდა და ისინი სიხარულით გამოთქვამენ იმ სიყვარულს მშობლიური სამშობლოსათვის, ამ მიწისათვის. წავახალისოთ ისინი, მოვიპატიჟოთ, ნუ დაველოდებით რომ ისინი 70-ის გახდნენ, 80-ის გახდნენ, როგორც მე ახლა ძლივს მოვაღწიე თქვენამდე. ჩემი შემოქმედების
მეშვიდე წიგნის გამოცემა მგზავრულის სახელით ლოცვით დავამთავრებ. ლოცულობ სამშობლოზე, ლოცულობ მომავალ თაობაზე. ამიტომ ამ ლოცვით დაგემშვიდობებით. გაუმრავლდეს საქართველოს ამერი და იმერი, ყველა კუთხეს, ყველა უბანს, რევაზ, ლევან, ომარი, გამილახდეს საქართველო კვლავ სიკეთის მთოველი. დაიბადოს ერთი კი არ, 9 ძმა ხერხეულიძე, ყველა სახლში 3 ტურფა, სამაია სუვლიდეს, თამარები, ნათიები, აგნებს ნანას უმღერდნენ, ეთერი და ქეთევანი გობელინებს ქარგავდნენ. ბევრი მაგდა და ელენე რკინის არწივს მართავდეს, საქართველოს საზურმუხტი მშვიდობის მზედ ელავდეს. ლექსო, ზეზვა, გიო, შოთა სახლებს თალხეს უვლიდეს, ლუარსაბებს, სულხანებს და დავითს, სოსოს, ონისეს, ილას, ვაჟას, გელას, ნიკას, ბინძინას და თორნიკეს მირონს ცხებდნენ, ტაძრის ჭენი საგალობელს მღეროდეს. გამილახდეს საქართველო, გამრავლება მესმოდეს, ბედნიერი ვიქნები თუნდაც მაშინ ვკვდებოდე. დიდი მადლობა. მეგობრებო, ნებისმიერი ახალგაზრდა ბავშვი ჩვენი საქართველოს ხერხემალია, მათ გარეშე ჩვენ არაფერი არ ვიქნებით. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ არა მარტო საქართველოში არსებული დიდ პოეტები, არამედ წარმოვაჩინოთ ბავშვი პოეტებიც. დღეს ჩვენ ერთადერთი ჩვენი ორგანიზაციის ბავშვი ახალგაზრდა ნორჩი პოეტი გვაქვს წარმოდგენილი ბარბარე ჯანაშია, რომელიც შეასრულებს სიმღერას ყვავილები თოვდა. Solidan, mesmis habituali, daba suri mona rebit, tiri plebsem rebit, quadam mureb salsem fare, aisle mazlevi, dashem tali mogoneba, chemgaza pulse.
უდიდესი პოეტი, აკადემიკოსი ქალბატონი ეთერ ჭელიძე. ხო. დასავლეთის უკიდურესობიდან მოვედი დღეს აქ. ქალბატონო მანანა, უღრმესი მადლობა ამისთვის. ჩემი დიდი სიყვარული ახმეტელებს და ახმეტას. მე მეხარია, მართლა მეხარია დღეს თქვენთან შეხვედრა. მე სიყვარულზე წავიკითხავ, რა თქმა უნდა. გამოჰკარი სიყვარულის სასხლეთ ცხელი, სანამ ამ გულს ერთი სხივი შერჩენია. დრო ვერ ხიბლავს მარტოობის მწველი ფერით, მთვარეს ღამის ფასკუნჯები ეჩვევიან. გამოჰკარი ცხელ დამბაჩამ დაიგუხოს, სინოტივე მცხელ ძარღვებში დაიაროს, თუნდაც ცრემლის მარგალიტი დაგიშინოს, გულის ქვევრში ნაკადულად ჩაიტანოს. გამოჰკარი თორემ ვინმე დაგესილი შხამფიალას ბადაგივით შენთან დაცლის, დამწევარი უნგეშოდ დაგეშილი იარების მოშუშებას არ დაგაცლის. გამოჰკარი სანამ სიტყვას ვადაგასდის, სანამ გრძნობის ქარავნები მიმოდიან, პიტალო კლდეს ეპარება, სანამ ჯანღი წვერვარს ნისლის დედოფლები მიმოკლიან. გამოჰკარი სიყვარულის სასხლეთ ცხელი, ირგვლივ სანამ ჯადოსნური ფერებია, შეიფერე დრო წამწუთით განაცრელი, თორემ მერე გრძნობებიც კი ბერდებიან. დიდი მადლობა. მივესალმები სტუმრებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. მივესალმები ქალბატონ მანანას, რომელსაც ფიზიკურად ახლო შევხვდი, მაგრამ ჩვენ მიმოწერა გქონდა, რა თქმა უნდა. მივესალმები ჩემს საყვარელ ახმეტას და ყოველთვის ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ახმეტაში, რადგან ის ჩემი ფესვები აქ არის და აქედან ვარ და ყოველთვის ვამაყობ ამით. წავიკითხავ მთაზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და წავიკითხავ ლექს ახმეტაზე. ერთმა ქალბატონმა მითხრა, შენ ხარ ფშაველიო და საიდან დაასკვენი მეთქი და რაღაც ლექსებშიც გეტყობაო, ბუნებაზედაც გეტყობაო, ზოგი თუშს მეძახის, მაგრამ ქართველი ვარ და მთის ქალი ვარ ნამდვილად. ასე ვიტყოდი მეძახის მთები და მეც მთებში მოვდივარ. თან მომაქვს უბეში ნაგროვი ფიქრები, მთის ნაფუძვარებო უპირო როდი ვარ, ამ მონატრებაშიც ბოლო არ ვიქნები. მოვდივალ გზასავალს მიყვალავს რიჟრაჟი, ჯერ ჭრტილი არ მახლავს, სრულიად მარტო ვარ. თან მომაქვს ქალწულთა ღიმილი გიჟმაჟი, ვინც ნაკადულებთან ბავშვობა დატოვა. მოვდივარ ჩამესნის ხევების გრიალი ხმა, კლდიდან ჩავარდნილ ჩანჩქერის თმებს მიწეს მთის ქიმზე ნაშობი ნიავი. ზეამოწვერილი თვალებში ჩამწქერის მოვდივარ, სითეთრე მაგიჟებს გვირილის და ხაზე ნარჩენი ყინულის ხუნდები, საცა მომწდება ირმების ყვირილი და ისევ ჯადოსნულ ბგერებთან მომჯდები. ცა ისე ლურჯია და ისე უბელო, ჩიტები ხატავენ უფერო ფუნჯებით. სად ჩამოიმუხლე ამ ღია ბრუბელო, გზა გადამინამე ხომ ხედავ ბრუნდები. მეძახის მთები და მეძახის მზეწნული, ბუნების განგებავ მომეცი წყალობა, თან მომაქვს გვირგვინი ნაწნავზე შეწნული, საკინძე მოხსნელი მთის ყვაჭილ ქალობა. ჩემ წიგნს გამჩიხვებთ თქვენ და რა თქმა უნდა ამ სცენიდან ვერ ჩავალ, რომ დიდი მადლობა არ გადაუხადო მერს ახმეტის მუნიციპალიტეტის. აქ ნამდვილად ჭეშმარიტი პოეზიის მოყვარული ხალხი მობრძანდა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მოადგილე ზურაბ ფილაშვილს, ალექსი ფიცხელაური, ზურაბ ფილაშვილი, ეს ადამიანები არიან, რომელი ადამიანებიც ხელმძღვანელები, რა თქმა უნდა, პირველი პირები ძალიან დიდ პატივს სცემენ ხელოვნებას, აფასებენ და ეს არის მათი ზუსტად იმის დასტური, რომ აღბრძანდებიან. ჩემ გამოსვლას იმ ლექსით დავამთავრებ, რომლითაც ახმეტიდან 13 წელი ვიმუშავე და დამშვიდობებისას ეს ლექსი სიყვარულის ხარკად გადავიხადე, ასე ვთქვათ, ჩემ ახმეტას. მოდის და ჩუმად დუდუნებს ჩვენთვის ეს ალაზანი ტალღები ციცა. სპეროზის მთებმა ნისლი გვესროლაცა,
შემოდგომის ბრად გაიცრიცა. ვეღარ ბერებით ამ ხრებით მტევნებს ისმის მინდვრებში ვაზის ჩივილი. ეს ახმეტა, ჩვენი ახმეტა, თავის ლხინით და თავის ტკივილით. კვეტერა სიოს დალალად გვაშებს და ბახტრიონზე წარსული ბრწყინავს. პანკიში თორღვა პანკელის ციხე-ტანზე ისწორებს კიდევ ერთ დილას. ფშავლებში რიჟრაშს მოხვება მუზა, აქ ერთგულება ციციან იჭვით სათმელს ლექსებად გეტყვიან უცბად დედის მოცლიდან დაყოლილი ნიჭით. თუ შურ გარმონზე ნატირ ნამღერი რამდენ სიხარულს და ტკივილს გაცვეთ შენ გულჩვილობას როგორ შეხბედავ დალაობაში ნატირებ კაცებს. თის ფერდობებზე აკრულად სხვარი ზვალქვეშ დინარის რაკრაკი ისმის ბალახზე ბროლად გაშლილად სვარი კლდეებს ქუდებად ახურავს ნისლი. თუშეთის მთებში ჯადოსნურ მთებში სადაც ქვასაცკის სული უდგია დიკლო შენაქო ბოჭორნა ფარსმა თითქოს ზეციდან ჩამოუდგიათ. აქ ყვავილების დაგათრობს სუნი აფრზე სხვაგვარად ისწორებს ნაწნავს. თუ სიყვარულით ადუღდა გული გვირგვინის სწორედ აქ უნდა დაწნა. აქ უნდა გული მოიგო მისი ვისი თვალებიც გესწრო და კამანს. ქსურს ზეცას მისწვდე მიხემ თინს ტანზე ცხენის ფლოქებით შემორტყმულ კამარს შეები ყინვას გაუძელ ქარებს და გამძლეობა კონდეს მწყემსური მიიღე ძმებად ქისტი და ოსი სახლი კაცებად თუ შავხევსური. რა ლამაზი ხარ ჩემო ახმეტავ ხევიდან ტყემდე მთიდან ბარამდე ალავერდიდან გეწიოს ლოცვა სამარად ჟამოთ ღმერთი გფარავდეს. ქალბატონო ლეილა ჩვენი ორგანიზაციიდან მერვე ტომი გადმოგეცემათ საჩუქრად. ბარბარე ჯანაშია წაიკითხავს ლექსს. დაზე სამყაროს კელაპტრად ცაზე მზეა აბრიალა. ეს ლექსი გახლავთ მანანა სახურაშვილის. სევარსკვლავთ დასთან ნატი სისმამკობს ნაზი ფერები ამ ფერთა გადმონაშთია ბაზის კალთაზე მტევნები ტკბილ ბადად გადმონადენი ცის თვალისაა ცრემლები მიტომ იბრძოდნენ ბაზისთვის მტევრთა მუხთარი ხელები აიწევიან ზეცამდე ანგელოს თბრთათა წვეროდნენ რომ შუბლის ჯვარად მომაწყონ უფლის ხელთქმნელები ერწყმის კალმით წერასვებს ქარგა ვოქროს ფერ მძირებით თვალს ცრემლის წვეთებ ნაკიდზე ცისკრის დამნათის ხილები აქ დედაღვთისას მამულში უფლის მცნებებით დავდივარ საზიარებლად ტაძიდან მზის სხივით ზეცადავდივარ გეგული უცხო მხარეში აქავარ სულით სხეულით დედაღვთისშობლის მამულში ფრთხილი ნაბიჯით დავდივარ პირის ფარეშად მზიადგას დიდ თვალა ბრიალა ცისეწმენა ნათელ ფერებით უფალმა გააკრია დაზე სამყაროს კელაპტრად ცაზე ზეაბრიალა. მე წამიკითხავთ ლექსს რომელიც დამწერე სხილვალში პირველი შეერებული კონფლიქტის დღეების მერე რუსის სამთავროებიც სამშვიდობოებიც ჩადგენდა. ამ კონფლიქტმა პირადად ჩემ ოჯახს დიდი ტრაგედია მოუტანა. ჩემი ძმა ცხოვრობდა იქ მუშაობდა ინსტიტუტში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია პროფესორი ლექციებს კითხულობდა, მაგრამ დევნილი გახდა თავის ცოლ-შვილით, მიატოვა სახლი, კარი, ოჯახი, ყველაფერი. ეხლა კი გორში ცხოვრობს. არასასურველ განწყობას მიქმნის ერგნეთან მდგარი რუსული ჯარი არ მსიამოვნებს იქ საზღვრის ყოფნის მიმნიშნებელი ფოლადი ჯვარი. რაც მაშინებდა იმას ვერავცდით მოერყაც მობის ფესვები მყარი აღარ დავიდეთ ერთმანეთი და თავს დავანგრიეთ სახლი და კარი. მოყვარემ მოყვრის შორი ჩაიდო შეატრიალეს ერთმანეთს მხარი
ბევრი ვერ მიხვდა საიდან ქროდა დამანგრეველი ძლიერი ქარი. უგნურთა მიერ მოქნეულ მახვილს ვერ მივაგებეთ დროულად ფარი, ჭრილობა ღრმა, ტკივილი მწველი, თვალთაგან ბოჭკებს რემლების ზღვარი. ქონს მოვეგოთ და კარგად დავფიქრდეთ, გავსაჯოთ ჩვენი ნამოქმედარი, გვეყო ამდენი სისხლი და ცრემლი, გვეყო ამდენი უბიზნო მკვდარი, წინ ერთი გზა შენიგებისა, ამაზე კნესის დღეს ჩემი ქდარი, ზვარაკად თუდმე შევეწირები, თუ კი შეგვიდობს ჩვენზე ნაარი. თუ გიყვარს შოთა ვაჟა ილია, ბარათაშვილი გალაქტიონი, მაშინ ვირწმუნებ, თქვენს ყვარებიათ აქეთ მტკვარი და იქით რიონი. თუ გულით გიყვარს სულმნათი შოთა, მისი გმირების სასიქადულო, ეჭვს აღარ იწვევს, შენს გული გიდევ სამეგობრო და სასიყვარულო. თუ გიყვარს ვაჟა, გიყვარს ბუნება, გიყვარს არაგვი, გიყვარს იური, მაშინ შენ წყლულსაც ესად ბუნება გველის მჭამელი და ბახტრიონი. და თუ ილიას აკო ყაჩაღი, მაგ შენ ამაყ გულს აფრიაქებს, უსამართლობას ვერ შენაიტან, უსამართლობას არ შენ შეაქე. ბარათაშვილის ფრთამარ მერაცაც შენი ოცნება თუ გააქროლებს, მაშინ ტანჯული შენი სამშობლო თვალზე ცრებს, მოგგვრის გულს აგიჩქროლებს. და თუ შეგიყვარს გალაქტიონი, მერის ჯვრისწერა და მე დაღამე, პოეზიისა შენ ხარ ტრფიანი, მოდი ვინახარ, მოდი ხმა გამე. თუ პოეზია გიყვარს ქართული, მაშინ ყვარებია შენი მამული, და თუ არა და სამწუხაროა, როგორ არა ვთქვა ეს სინანული. პოეტ ვახა ბაიხოიძის ლექსებს წაიკითხავს ახმეტის სახალხო თეატრის მსახიობი ლაშა როსებიშვილი. ყვავილს რა უნდა ქოთანში, ვეფხს როგორ იტევს გალია, ქარქაში როცა ისვენებს მითხარი, ის რა ხმალია. ძამს ყვავილს მინდვრად ხედავდე, ვეფხს ჯუნგლში ველურ მადაზე, ხმლის პირს სისხლის ყვრა უხდება ჯიუტი ხელი ვადაზე. ორივე ცხენად ნუ ჩათვლით, ცირკისას ფაფარ ბაფთიანს და კლდეზე ნალების მკვესავს, ხედრიანს შოხა ნაბდიანს. უთანი ხელზე უღელი, სამკაულია ხარისა, ვით ყელსაბამი ლამაზი გასათხოვარი ქალისა. არწივის მეფურ დიდებას მხოლოდ ჭიუხი ინახავს, დამწყვდეულ ჯიხვის მნახველო, არ თქვა რომ ჯიხვი გინახავს. უნებამ ყველას უჩინა, თავისი სატერფ სტიქია, დღეს მგელი ამკობს, მგელს კითხე ალამაზებენ ერთმანეთს, ვირს უნდა ბარგი ეკიდოს ზაღლი, ზღვარს უნდა მწყემსავდეს. დამწყვდეულ ღამურას აკავს, ზაღლი ოთახში მყეფარე, ბეტონზე ჩანჩქერს ვერ შექმნი, წამს მხოლოდ კლდეზე მჩხეფარე, შვილი ლავია მშობელთან, ნუ დავაუგლებთ მშობლიანს, ცოდვის ხელს ნუყოფთ ბუნებას, უშნოთ, ნუ აქცევთ შლოიას. მოგეხსენებათ ვახა ბაიხოიძე, საკმაოდ ექსპრომტი და თავმდაბალი ადამიანი იყო. როდესაც შეესწრებოდა ავთუ კარგი სცენას, ჯდებოდა და თავისი გულიდან ამოღებულ ნაღვერს წერდა. სწორედ ასეთი ლექსი აქვს დაწერილი, როდესაც ძალიან დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდა. მისალმებათა გახუნებულ გულგრილ ჟესტებში, რაცნო ქუჩაში ჩემი ნაღდი ამქარი ვნახე. თითო ღიმილი მხარზე ხელის მოთათუნება, იქვე კუთხეში სახინკლემაც დაგვიგო მახე. ისე შევედით, სიტყვა არც ერთს არ დაგვწდენია, ლოთები ჯიბით შემოტანილ არახსას ვამდნები. ქაფის გუშტებით თავმოგნული ლუდის კათხა და თეთრ ჩაჩიანი დახლიდარი ერთმანეთს გავდნენ. ორთქლის ნაცლოვი სუნი შეჯდა წვირში საამოდ, ხინკლის ლოდინით რიგში დგომა მოგვიხდა დიდხანს. ლუდი რომ მოვსვით მოვიწმინდეთ, კუჩებზე ქაფი როგორ ახარ და რა შვრებიო მერეღა მკითხა. ჯიქა არაღმა წიხლი ჩასხო დარცა და ვარავს, ამუხტა მუზაც მუდამ ჭიქის ფსკერზე რომაზის.
ამ მოწყენილ და ერთფეროვან ცხოვრების ფონზე ის დღე მოჰგავდა უდაბნოში შემხდარ ოაზისს. ლექსებს წაიკითხავს ახმეტის ბავშვთა თეატრალური დასის აპოთეოზის მსახიობი ლიზი ომანაშვილი. რა ლამაზი ხარ დალოცვილო ჩემო ახმეტა, როგორ გამშვენებს ხეივანი სიყვარულისა, თვითთა მარმეფემ შეგირჩია თურმე სახელი, შენ ხარ ქალაქი ოცნების და სიხარულისა. აქ სამუდამო ძმობის ფიცი დადეს ქისტებმა, პანკისი უფალს დაუხატავს როგორც სურათი. გალავანივით შემოგრტყმია თუშეთის მთები, ლამის ცას მისწვდეს ალავერდის ტაძრის გუმბათი. რამდენი ჭირის მნახველია კვეტერის ციხე, ფირუზის ფერით ეხამება ტაძარი ზეცას და ბახტრიონი დასტურია შენი გმირობის, თუშფშავ ხევსურთას იმამაცით ვამაყობთ დღესაც. აქ დაიბადა თვით ბიძინა შოლოყაშვილი წმინდანთა შორის უწმინდესი ქართველი გმირი, მან ჩვენი მოდგმის გამარჯვებას შესწირა თავი და ამ სიკვდილით დაამარცხა თვითონ სიკვდილი. მრავალი გმირი გაიზარდა ამ მიწაწყალზე, სწორედ ამიტომ მტერი უკვე ვეღარ მტერობდა, ჩვენ დიდი ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ქალაქი, ასე ადვილი არ ყოფილა ახმეტელობა. აქ სხვანაირი სურნელი აქვს პურსაც, ღვინოსაც და მას პინძლობა დაილოცა უფლისგან ცაში. რა ლამაზია გათენება კოცონის პირას, ფანდურის ჰანგზე გაჯიბრება ლექსების თქმაში. ასეთი დიდი სიყვარული არსად არ არის, აქ რომ ვრცელდება თითოეულ შვილზე დედიდან და როცა ვიღაც მეკითხება საიდან ხარო, მესი ამაყით ვეუბნები რომ ახმეტიდან. წაგიკითხავთ ნანა ქიბროწაშვილის კიდევ ერთ ლექსს, გმირებს. ჩვენს მიწაწყალს წინაპართა სისხლით მორწყულს, თუ დასჭირდა მსხვერპლად გმირი დღევანდელი, კახეთიდან, თუშეთიდან, აჭარიდან, სვანეთიდან აფრინდება შევარდენი. ურიცხო ლაშქარს ამარცხებდნენ ლომგულები, გმირთა მხრებით გავიტანეთ ჩვენ ლელო, ბევრი სისხლი ვანაცვალეთ ამ მიწაწყალს არასოდეს დაჩოქილა საქართველო. სამშობლოსთვის თავგანწირვა ჯიშად მოგდგავს, მეომრები იზრდებიან მაღალ მთებში, სამაჩაბლოს შევძრავთ მრავალჟამიერით, განდაგანის ცეკვით შევალთ აფხაზეთში. ბრძოლის ველზე ვიწვრთობოდით ოდითგანვე, ერთი მუჭაერი თითზე დასათვლელი. საქართველო არის მგლების ქვეყანა და ბუდე არის არწივების ასაფრენი. უთაუმდაბლესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი პოეტი თინა ჯანიბეგაშვილი. მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო. დიდი სალამი კიდევ ერთხელ. ჩვენ საფარესტურს და მიხარია რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან აქ. ლექს რომელსაც ახლა წაგიკითხავთ, ჰქვია პოეტი. გალეცილია ჩემი ახოდა, გალეცილია ჩემი საყანი. გზარეულმა ვეღარ გავიგე, სად არის ჩემი სულის სავალი. რა ცოტა დროა თურმე იმისთვის, დავტკბეთ მზისა და მთვარის ხირებით, თვარს და ხერშუა გაიქცნენ წლები, ბაქანზე ვდგავარ ლურჯი იებით. მოღრუბლულ ცაზე ფრთების ფრთხიალით, გადაიქროლა წეროთა გუნდმა, როცა შენ სათქმელს ვერ ამბობს ენა, გინდა, არ გინდა, უნდა თქვას გულმა. ისევ ტერენტის შევუღებ კარებს, იქ პოეზიის მიმქრალ ლანდებში, ისევ შოპენი და ისე ვალსი გამედინება სისხლი ძარღვებში. მე ვერ ვიხსენებ
პოეტს დამხენებს ყველა სურვილი სამთლებად იწვის პროჟექტორების მიმქრალი შუქი ფეხქვეშ ხრაშული გაგენო ფიფქის და ირითმება ლექსი ჯიუტად მე ჩემი ლექსის ვიცის იკარგე თუმც ეჭვის ჭია მღნის და მაწვალებს სულის პოეტად რომ ვერ ვივარგე და ინთება კოცონით საზი მანიშნებელი სიკეთის მადლის თუ ვერ შევწუდები იმ სიმაღლეებს მიწაზეც შევძლებ კეთება საქმის თვარე აღვიცებს მძინარე ზეცას ანგელოს თხმები ჩამოდის დაბლა გული კი როგორც აფრენილ ტრედებს უფარს უგზავნის ლოცვას და თაყვანს მოდის პოეტი ქუჩაში მარტო და როგორც მარცვლებს გაწყვეტილ მძივის შემოინახავს უბეში ლექსებს და პოეზიას უწოდებს ტკივილს. წაგიკითხავთ კიდევ ერთ ლექსს პატარა ლირიკულ გადახრებას გავაკეთებ. ლექსს ქვია რამე არ აქვს. რაუხაროდათ ხევხურებს ანის ნათება რა იყო გავხედე მთვარე არათთან საფიქროდ ჩამოჯდარიყო ჩადუნა გაღიმებული იმათი ცქერით ტკბებოდა ეგონა მთვარე არათთან მის სიყვარულზე ყვებოდა რად დაიმორცხე ჩადუნა რად რთულვამ გადაგიარა შენ შეყვარებულ ხვიარას არც არა გაუგიარა მთვარე მოწმია მიჯნურთა შჭრეთს გულის სწორებს მოუბართ რა მოხდა ერთხელ არათთან გულის გადაშლა მოუდა პოეტი აკადემიკოსი ვერიკო სალმები ახმეტას და ახმეტელებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ძალიან ლამაზი ორგანიზაციის ამ ღონისძიების ორგანიზატორებს ახმეტის მუნიციპალიტეტს ქალბატონ ნანა ქებოროწაშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ ღონისძიების გაგებასა და ჩატარებაში მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს ჩვენს მეგობრებს გილოცავთ დღევანდელ დღეს ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა ჩვენთვის ყველასთვის აი ამ ძალიან ლამაზი წიგნის წარდგინება და გილოცავთ ყველას ამ ძალიან ლამაზ დღეს მით უმეტეს გუშინ იყო მსოფლიო პოეზიის დღე და დღეს ალბათ მისი გაგრძელებაა გილოცავთ ყველას დღეს მე წაგიკითხავთ ლექსს მასწავლებელი ვინაიდან რაც არ უნდა დიდი ადამიანები ვიყოთ იოსებ ლურიშვილის არ იყოს ქვეყნად ბელადიც არ ყოფილა მასწავლებელი არა ხოლო დავასი ამბობდა ჩვენი სახალხო პოეტი რა თქმა უნდა ყველა ვეთანხმებით მას და ყველა რაც არ უნდა დიდი ადამიანები ვიყოთ ყველაფერი ჩვენი მასწავლებელიდან იწყება და ყველა გავლენით იმ ეტაპებს რაც უნდა გაიაროს ნებისმიერმა ჩვენთაგანმა ცხოვრობდა ჩუმად თავისთვის კრძალვით ხან ჩუმი ხანაც ნერვებაშლი მიგვიხაროდა სკოლაში რადგან იქ ის გველოდა ხილებ გაშლილი და დღეს ბავშვებზე ზრუნვებში და ზრუნვის დაღლილი საუკუნეთა დამმარცხებელი ჯოხის კაკუნით წელში მოხრილი ქუჩას მიხვება მასწავლებელი სულში ფეთქდება თითქოს ნაღმივით წლები ჩემს გულში სანთლად რომენთო ჩემი ლამაზი მასწავლებელი დაბერებულა
თან როგორ ღმერთო და ჩახუტება მომინდა ისე ვით ბავშვობაში არც იუარა მომეფერა და ჩამიკრა გულში მაგრამ არ ვიცი მიცნო თუ არა დრო თითქოს უცებ გაჩერდა წამით ვერცხლის ფერებად იქცა ყოველი ჭკვიან თვალებში ისევ გუშჩანდა ლაჟვარდის ფერი როგორც ყოველთვის ჩვენი სკვებავდა ცოდნის მარცვლებით უციმციმებდა ყურთან საყურე ახლა კი თავის დამჭკნარ ხელებით ქუჩის ძაღლებს და პუჩიტებს საყურებს გავშეშდი მის წინ ვეღარ გავტოკდი თმებს უწეწავდა სიო ჭაღარას ერთ დროს ლამაზი მასწავლებლისგან დარჩენილიყო უკვე აღარა თვალებში ცრემლი იქცა ნიაღვრად ვერ შევაკავე ცრემლი ჩუმჩუმი მასწავლებელი თითქმის 80-ის ისევ მლოცავდა ჩუმი ჩურჩულით და ის წავიდა ჯოხზე დაყრდნობით კვლავაც ამაყი ღმერთის მხლებელი წერში მოხრილი ფიქრით დაღლილი ქუჩას გაუყვა მასწავლებელი ანსამბლი ქართული გელი ხელმძღვანელი რუსუდან უსუფაშვილი გთხოვთ საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს. ერთი იმედით სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად დაგან მეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ უტოვებთ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. Odi gavat
ამირანი ერისკაცობაში გახლდათ ოპერეთის მსახიობი. იყო რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი და თვით თქვენი გენიალური პოეტი ნანა ქიბროძაშვილი მამა ამირანის ნასტუდენტარი გახლავთ. მამა ამირანი დღეს არის ამაღლების ტაძრის წინამძღოლი. ის გახლავთ რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი და უძლიერესი პოეტი. გთხოვთ. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ახმეტელებო. დღეს სრულიად საქართველოში მიმდინარეობს პოეზიის დღეები. ჩვენი უსაყვარლესი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაღვალა გონაშვილი თქვენი მიწაწყლის დიდი პოეტი და შესანიშნავი პატრიოტი თავის ქვეყნისა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაეშურა მას პოეზიის მოყვარულთა დიდი არმია თან წახვა კავკასიის ყველა რესპუბლიკებიდან წამდებიან სტუმრები არიან იტალიიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდანაც კი და ეს მთელი გუნდი გუშინ ერთად ვიყავით, ერთად აღნიშნეთ პოეზიის დღე, ხოლო დღეს ისინი სამდღიანი გასტროლებით შეიძლება ითქვას აჭარელ პოეტებთან ერთად იზეიმებენ სიტყვის ზეიმს. მე მინდა მივესალმო ახმეტის შესანიშნავ ნიჭიერ პოეტებს, რომლებიც დღეს წარდგენ ჩვენ წინაშე, ძალიან მომენატრეთ, უცბად გაიფინა ერთმა წელმა და ამასთან დაკავშირებით რაღაც ესეთი ექსპროტი ლექსი მინდა ვთქვა თუ შევძელი. შემომეფეთა ჩემი კახეთი, მთელი წელია არ მინახია, შემომაყარა ვართ ყვავილების ამთრის ზონძები შემომახია, შემომაძახა გაზაფხულდაო წელზე, ტოტები შემომახვია ჭერმის ატმის და ტყემლის ყვავილთა სურნელებამ თავბრმახვია როგორ მიყვარხარ ჩემო კახეთო, როცა შენთან ვარ ბიჭად მიქცევი, ისევ მიმაბალ კლდეზე ჯაჭვებით მე ამირანად გადავიქცევი, ისევ დამკორტნის ყავნი, ყორანი, თავზე დამწივი სვავი, არწივი ყველა სურს, ჩემი ხორცი იგენებს მეგებ გუგუნებ, მაინც არწივი უფალო, კიდევ თუ მეღირსება, აყვავებული ვნახო ხევები, აპრილისაგან მივიღებ ძალას დავლეწო ჯაჭვი, დავსე დევები ჩემი სამშობლო, გამაწბენდინე, ხოხალ, სრიალა განყიდულებისგან, განთავისუფლე ჩვენი ქვეყანა და დაიფარე განსაცდელისგან. მე დიდი მადლობა მინდა ჩემს საყვარელ დას და ძმას, ქალბატონ მანანოს, ბატონ თენგის, საიამ უდიდესი შრომისათვის და ყველა ქალბატონ მანანა თქვენს კოლეგებს, რომლებიც ასეთ მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ სწორი ბრძანა ქალბატონ მანანამ თითქმის ყველა აკადემიებში მოწვლად გახლავართ, იმიტომ რომ დალოცვა მეხერხება და მივდივარ მათ ლოცავ ვეფერები ყველას, მაგრამ ასეთი შემოქმედებითი კრებული, რომელიც მე ხელთ მიფკრია, არავინ არ აკეთებს. ამას მარტო ახმეტაში არ მამობდა ქალბატონი მანანას წინაშე, ამას ყველგან ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის შრომის, უწილო ღამეების აქტი, ნახავთ ჩვენი წინაპრების, დიდი მეფეების, დიდი მწერლების, სამშობლოსათვის წამებული ადამიანების და ნაშრომებს და შემდეგ გადადის თანამედროვე პოეზიაზე, სადაც ჩვენ ყველანი ერთად ვიღებთ მონაწილეობას და მე ცოტა ესეთი ბრახუნა თაბუა რაღან ვარ, რაღაც წლებზე ლაპარაკობდნენ 78 რო კაცი გადაწილდება და კიდე ასე ომახიანად გამოვა და მოეფერება თავის სამშობლოს, მოეფერება კახეთს, სრულიად საქართველოს. ამასობაში პრეტენზიაც მაქვს იმისა, რომ ჩემი სამშობლო იყოს თავისუფალი, იყოს ძლიერი
და იყოს ღირსეული ოდითგან ადამიანიდან ვიდრე დღემდე. ჩემი პრაიდის საქართველოა, ლომი ვითა ვარ გავიაში გამოკეთილი, არავინად ჩანს გამომხსნელი კაცი კეთილი, დრო ბრძოლის ველზე დაჭიხვინებს ოხერყიალი, ვერ მოვიშალე ახმა მე ხეტიალი, მომხდური იყო მხედზე მხედი და სისხლის მსმელი, 100,000 მაწამებულმა შესწირა თავი, ახლა რა მოგდის, დავივიწყეთ წინაპრის რჯული, გლებმა მოიგეს საცდუნებლად ცხვრის თეთრი თავი, ლომი, რომელიც დაბერდება დატოვებს პრაიდს, მეგი ვერ ტოვებ ბრძოლის ველზე აღმოჩნდი მარტო, მოუხმობ გმირებს, ბაგრატიონს, ერეკლეს დავითს, მათი გმირობის ლეგენდები თეთრ თმებზე მათავს, ვიცი რომ ისევ თქვენ ფარველოთ საქართველოსას 100,000 წმინდანის დასი ზეციდან გლოცავს, ქრისტეს გზით გვეულოთ ქართველებო და დედა ღვთისა წამს გადმოხედავს და არასდროს მაგრად და ყოველთვის მაგრად დაგლოცავს. გაიხარეთ თქვენო უფასებო, უდესი მადლობა. არქიბანდრიტი მამა სერაფიმე, თერეთის წმინდა გიორგის მონასტრის დედსახური. ქრისტე აღზრდა. მოგესალმებით, ჩემო პატივცემულო ახმეტელებო, მიყვარხართ გლოცავ პატივცემს. ეხლა დაგიკითხავთ პატარა ლექს, მე დავიბადე ვარდობის თვეში, мотивация თიციანია, მაგრამ შინაარსი განსხვავდება. მე დავიბადე ვარდობის თვეში, ყოფნით არ ყოფნის კვლავ სასჯელად, თუმცა სასმელი ბოლომდე შევსვი ვერ დაუდექი სიტყვას თავდებად, ვერ დავატკავე გულის თქმა მკერდში და გავემართე ბედის საძებრად გზა მერია დაბრუნ დღეში, ძნელი ყოფილა სიტყვა სათქმელად, ძნელი ყოფილა ერშიც და ბერშიც, ჭეშმარიტების პოვნა ამ ქვეყნად, ისეთ ტკივილს ვჯნობ ნატყვიარ ბედში ალბათ დავთმები ისევ ამჯერად. მე დავიბადე მარტობის თვეში, სიყვარულისთვის ღვთის საამებლად დავხეტიალობ დღესა და ღრეში, დრო და სივრცეში გადასარჩენად, იღბალი ისევ გავცვალე ბედში, გადავაქციე წუთი წამებად, მე რომ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი, ისიც მეყოფ ალბათ სასჯელად, გადამალული ვიპოვე ჭერში, სინდისი სიტყვის ასაალებლად და შეუცნობელ სამყაროს ველში, მარადისობის რჩები მაძებრად, ჩნობიერებით უყოფობის წნებში, უბტავებაში გადასასვლელად, ისევ კალამი მიჭირავს ხელში და კვლავ სიყვარულს ხმარობ სატევრად, მე დავიბადე ვარდობის თვეში, ყოფნით არ ყოფნის კვლავ დასასჯელად, თუმცა სასმელი ბოლომდე შევსვი, ვერ დაუდექი სიტყვას თავდებად. ეხლა სასულიერო პირებისთვის გზნობების და ვნებების გამომზეურება ესე მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ როგორც სხვები და პოეზია ეს არის გზნობების და ვნებების გამოაშკარავება, ანუ აღსარება ხალხო. ჩვენ ვაღიარებთ რომ ესეთები ვართ. რა გვაწუხებს, რა გვტკივა, რა გვიხარია. თვარემ უღალატა ღამეს. თვარემ უღალატა ღამეს, უმალ გაიხადა კაბა, მადლობა შესწირა გამჩენ სათქო სიზმარში რომ ნახა, სიკვდილს გამოგრიჯა ბედი ომში სიყვარულის დაგდმა სულმა კვლავ ადიდა ღმერთი, მუხლი მოიდრიკა მამრმა, ფიქრებს სიყვარული ძველი იპყრობს ისევ წარამარა, გულში გადამალულზელის ფიქრი მუდამ მაწანწალა, ვინ თქვა თითქოს ასე სევდით სადღაც სიყვარული კრება, არა არ გაგიწყდეს ღმერთი, თოვლი ტკინული ცხომთვება, ფიქრმა ნაბაყუზე ვცაში, თითქოს შვება ვეღარ პოვა, მაინც გამოფხიზდა გზაში, ჩუმად პატიება მთხოვა,
თვარე ადამიანგამ ცველად ზემოთ ზურგი შემოქცია მარტო დარჩენილი მძევლად სევდამ ისევდამ ამშია ღალაც ვეღარავინ შეცვლის ჩუმად სულის მწყერზე თიალს მასში აღებული ვერცხლი დღესაც სანაგვეზე ყრია ქუძზე კაც აგროვებს ბედი იღბალს სიკვდიზე ცვლის ტყვია ღმერთო შენი მეცე ვრჩები გული დამჩენია ღია თვარე მოღალატა ღამეს უმან გაიხადა კაბა მადლობა შესწირა გამჩენს სადბო სიზმარში რომ ნახე პოეტების საქართველოსის თანარედაქტორი ბატონი თენგიზ ფანსულაია გახლავთ სამართალმცოდნე ცენზით პოლკოვნიკი გამსახურებული მუშაკებელები ვეტერანი მოგესალმებით და სხვათა შორის სანამ სხვა ტექსტს დავიკითხავ ზუსტად 11 თვის უკან 4 ივნის აქ ვიყავით სტუმრად ჩამოსული და ამ დარბაზში ამ სცენაზე დაწერილი ლექსს აკითხავს ახმეტელების მოსაფერებელს ხალხი ცხოვრობს ამ კუთხეში ეფერება ყველა ნაცნობს თუ მიგიღოს აქციელი ცის გაიღებს გულს მოგანდობს თუ სამშობლოს უხარია ქეიფობს და დარდიმანდობს ერის გასაჭირზე წუხს და გუნდკივანი ისიც დარდობს რასჯობია ახმეტელი კლავს რომ ძმურად გადაგაჭდობს ძმალ ნაფიც და ნაგბებობას მის სიცოცხლეს უმარ განდობს გული მღერის გახალისდა თქვენთან ყოფნას ავარაჯობს ახმეტას და ახმეტელებს უფლის მადლით გაუვარჯოს გმირბიძინას კუთხეს ვლოცავ სამშობლოსთვის თავდადებულს ვეფერები ჩვენ მეგობრებს ერისათვის თავდადებულს კეფერები შემოგარდება პოეზიის დღე არის და როგორ გითხრათ ახლა სულ ძალოვან სისტემაში ვიმუშავე 40 წელი და რატომღაც ბოლო პერიოდში ბოლო წლებში თავისებური რავი მუზამოვი და თუ თავისი დრო მოვიდა სხვადასხვა საკითხებზე მუზამოდის ხოლმე და გაწუხებს რა ადამიანების მოსაფერებლად ცხოვრებაში რაც ხდება, რასაც ხედავ, რასაც განიცდი იმის მოსაფერებლად პატარა რითმია შინაარსიანს კარებს გაწოდებს და მეც ვცდილობ თითოეული საკითხს მეტნაკლებად გამოვეხმაურო როგორც ახმეტელების მოფერება. ყველა მიცით რომ ყველა წუხს ამ ბოლო ხანებში რომ იმ ადამიანებში ის პატარა ურთიერთობა ის სიტყვა რაც იყო უფრო ადრე უფრო თბილი იყო ურთიერთობა და დღეს რადგანაც ხდება. მე შევეცადე ჩემებურად გამომეცადა წაგიკითხავ თქვენ გასაჯელად შემოგაგებო. დღეს ყველაფერი შეცვლილია და ჩვენ დარდი გვახჩობს ვირუსიანი აშკარა ძნელი სანახავია კაცი კეთილი და მადლიანი მომრავდა ბევრი ენაწყლიანი განათლებული დიპლომიანი მაგრამ ახლოდან ხელში შეგვჩება დილეტანტი და სილისტიანი იშვიათია კაცი ერთგული მეგობრული და სამართლიანი უცქეთ ტკივილით გულცივ სახეებს ღიმილი არ ჩანს ხალისიანი სოფლებში თითქმის აღარსად დარჩა ქალი ლამაზი სანდომიანი ფულის მანქანად გახადეს ბევრი დამოსაწველი მოხუციანი ვერ ნახავ გმირებს მამულის ცველებს სულ გადაშენდნენ გორდახვლიანი ჩალიჩი ბიზნეს ფულის კეთება გამხდარა უფრო სარგებლიანი ვაზემინების აღლომი მიდის გვერდზე გასიეს დღეს საქმიანი დამსახურებულში რა ჩაგრავენ ყეყეჩი ლაღობს პატრონიანი ზამთარში მარწყვი მარტივად მოხვავთ სულ არ სჭირდება დღემდე წვეთოვანებით გამოყვანილ ხილს კაცისთვის მოაქვს მხოლოდ ზიანი არ ჩანს ლამაზად ჩვილის აღზრდელი დღეს ქალბატონის დილობიანი არავის უნდა ნატურალური მოდას შემოყვა ბოტოქსიანი სამუშაოზე ბლომად გავუშვით ემიგრანტები გულსევდიანი დედაბოძისგან დასმულ კერაზე ოთახებია უკვე პრიანი გამხდარა ხალხი ქლესა უგულო უფრო დახვეწილ ფანდებიანი იჭიერება დღეს აღარ უნდათ აღარც ნასწავლი და არჩყვიანი განათლებული მოდის თაობა გავღენძილი და ინაწყლიანი კაცი და გული დამკვირდა შური ურთიერთობა ყიდულიანი მომრავდა ბევრი ქონებიანი რუარსაბები დიდღებიანი საქმის ცოდნები ჩარეცხილია დამოდაშია შავჯიბიანი ქვეყნის სათავეს ითხოვს პარტია უნდა მოვიდე ითხოვს პარტია სამკაციანი ეკრანიდან კი ყოველდღე მოძრავს ლიდერი 0%-იანი გონი ქორწილში მემეტი მისმენს აშის დამკვები და გულიანი დღეს ლაგობს მხოლოდ ფულიანი და თანამდებობით დაწონიანი მაგრამ რადგან არ წაუკითხავს გონი კაცია ადამიანი ობოლი დადის გულჩათხრობილი თლათუ იმედო დასევრიანი არავინ მოჩანს რომ დაეხმაროს დამიაწოდოს ჭიქაწყლიანი სოფლად შრობელი გულდარდიანი თლათუ იმედო განწყობიანი თვალები მისი კინაღვლიანი ისყობენ დილას იმაზე ფიქრობს როს გათებდება დილავზიანი ამდენი რამის ფელსა და ნახველს
დასკვნა გამომდის ბევრფურცლიანი მე რა მაწუხეს თქვენს კარგად ხედავ გული გამიხდა ჭრილობიანი ადრე ხედავდი ახლა კი გეტყვით რამწუხრებული სუსტი ხმიანი რატომ მატულობს ქუჩებში ხალხი ჩაფიქრებული გულდარდიანი თქვენს დამეხმარეთ ჩემო კარგებო ბევრი ხომ ყავხართ აქ საზრიანი გული გამისხდა სისხლი მიშრება დაძველებურად ვერ ვარხიანი დღეს ძველებურად რატომ აღარ შანს ღირსეული და ავკარგიანი მითხარით ხალხო ადამიანში დღეს რა დახვდება ადამიანი ამ პასუხს ზუსტად თუ გამოვიცნობ ცევაც გვექნება შედეგიანი ადამიანში უკვე არასდროს აღარ მოკვდება ადამიანი ახლა მთათმასი არაა საქმე ბევრი ყავს კაცი სამართლიანი შვილი დამჯერებელობიანი კოხდა მეუღლე ხელხვავიანი ბოლოს იკითხავთ რამ შემაწუხა და რა გვაქვია აზრფრთიანი რა თვალ გავსები მძიმე ფიქრები და რა დარავარ ხალისიანი დებოდა ძმებო ხომ არ დაგძაბეთ ან ხომ არ არის ლექსი გვიანი მინდა ამ ლექსით გამოგაბრძოთ და სიტყვა გითხრათ სწორი გზიანი ამიტომ მინდა ცამდე ვიყვირო ხმაგა გაგონოთ ომახიანი უბრალოდ მინდა ადამიანში არ დაიკარგოს ადამიანი აღარასოდეს ადამიანში არ დამიკარგოთ ადამიანი რადგან სიცოცხლის თავარი განძი რადგან სამყაროს თავარი აზრი რადგან თესველი მერგისა მადლის არის კეთილი ადამიანი მამა სერაფიმი არის ჩვენთან ძალიან კეთილშობილი ადამიანი და ნიჭიერი ხელოვანი პოეტი და მის საღამოზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიყავი და იქ სიზიდოფლები დადიან და ფოტოსესიას აკეთებენ და სურათებს იღებენ და ძალიან მაგარი პატარძალი იყო, ну სიძაც კაი ბიჭი იყო, მაგრამ პატარძალი იყო ძალიან კარგი და ერთმა ჩაილაპარაკა გამბლებმა იქა, ისო ამის პატრონსო გამერა დააძინებსო რა, თქმაზე და იქვე ვიდექი და სანამ ღონისძიება დაიწყებოდა 10 წუთში პატარა ექსპორტად ლექსი გამოვაცხო და რა დამავიწყებს იმას ზედმეტად მახსოვს იმის წაკითხვა აღარ მჭირდება მამა სერაფიმე თქვენი დამსახურება და თქვენი საღამოსი გავიხედე ქორწილია მოავიჯებს პატარძალი იმცინარი მშვენიერი მოხდენილი ტანკენარი პატარძალს დატრიალებს სიძე ბიჭი გვერდში დგარი ბედნიერი ყვაყობილი სიყვარულის დრობით რა გავიხედე შევადარე გამომექცა ლექსის კარი ნამეტანი ლამაზია ეს ოხერი პატარძალი სადმე მარტო არ გაუშვა მარცხი სულელანძი არის მაგნაირი ცოლის გვერდში არ დახუჭო ბიჭო თვალი მოეფერე და აფასე გამომრავლე მინდა გვარი მოდი მეფე იყავი და ის გახადე დედოფალი შეფერები ალექსანდრე უშიკიშვილი
მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი. აშკარად მეტყობა, რომ პირველად ვარ ახმეტის სცენაზე და პირველად უნდა მივესალმოთ მე და თქვენ ერთმანეთს. მე მივესალმები ახმეტას ძალიან დიდი სიყვარულით. თქვენ იმედია მომესალმებით. ეკილი თქვენი ხარჯება. აქ ძალიან ბევრი პოეტი გამოვიდა და ახმეტელებზე მაქვს საუბარი, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს ზოგმა ახმეტაზე, ზოგმა იმ თემატიკაზე, რაც მათ სურდათ. იცით რა მინდა გითხრათ? მე არ მიგვირს აქ ამდენი პოეტი რო ხართ. ეს ხო უფლის სამთხია თქვენი ახმეტა. აქ ლექს როგორ არ დაწერა ადამიანი. მე ერთხელ ვიყავი ჩამოსული აქ დარბაზში გვესწრება, მე დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო თქვენს თანამემამულეს, ჩემს კოლეგას, ბატონ მინდია იუკურიძეს, რომელიც გახლავთ ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც აგერ გვესწრება და მინდია დამემოწმება. ჩვენ ცესკოდან ვიყავით ჩამოსულები ახმეტაში. თქვენი ყურძნის სურები ნახეთ, ეს ლამაზები და მე პირველად ჩემი შეხვედრა ახმეტასთან აი ამ ლექსით დაიწყო. ლექსი, რომელიც ზუსტად თქვენმა აი ამ ლამაზმა ახმეტამ გამოიწვია. ქარვისფერია დილა ახმეტის, მზე შემოდგომის სხივებზე მარწევს. სიყვარული ახლა აქ მეტი მამულის ჯავრი გულზე რად მაწევს. თები მინდვრები ეს ყურძნის ზვრები ათამაშებენ სხივებს ცისნამზე. ხარბატს უნთქავდა სიცოცხლით ვთრები მღერის ბახროსი დოქის წამწამზე. ქარვისფერია დილა ახმეტის, სიყვარულია ასე რომ ღერის. რადგან პირველად ვარ თქვენს წინაშე, მინდა ჩემი კიდევ ერთი ლექსი წაგეკითხოთ, ალბათ უფრო პატრიოტული მოტივი. მეც ფშაველი ვარ, აქ ბევრი ფშავლები იქნებით ახმეტაში. ძალიან გამიხარდე და მიყვარხარ და გეფერები აქედან. წარსულში მიყავს სამიზნე, მიწავ დღესაც ხარ ტანჯული. სადაც მივდივარ დილის მზედ დამყვება გული ქართული. ზოგჯერ მუნჯდები, ზოგჯერაც სიტყვები ზარებს რეკავენ. ვერ დავიჩოქებ იქ, სადაც უფალს გულით არ ხედავენ. მუხლზე მოწვეთავს დღეს სისხლი, ზეს რომ გულიდან სდიოდა. შემოვინახე ის ფიცით სრემლად, რაც ჩამომდიოდა სამშობლო. ყველგან გულში ხარ, სადაც გადავდგინა ბიჭი. შენ მთელ სამყაროს უდრიხარ, როგორ მიყვარხარ არ იცი. ღმერთთან საუბრობს კავკასიონი, თალხი მოუსხამს დღეს მზეს დარდიანს. ზარებს დარეკავს ახლა სიონი, ლოცვა დაანთებს სიტყვას მადლიანს. ფიქრებ დაღურილი დაუყვები ხევებს, სადაც ავდარი გათელავს ღრუბელს. სიმწვრისგან დიფშნეთ მოცალ ხელებს დაგაზაფხულის ვეღარ უცნობს სურნელს ნეტავ. რას ამბობს ღმერთთან მყინვარი, ან მოწამედ ტანჯული მიწის. მამულიშვილი ჩვენში ის არის, ვინც სამშობლოსთვის სამხლებად იწვის. მადლობ, ჩვენ ვართ თქვენი მამულის თითოეული სამხელი, ვიხარეთ. მომღერალი, მსახიობი, პოეტი ბარბარე ჯანაშკია. მეგობრობა. Well, I'm not down.
ხო. წაგიკითხავთ ლექს ჰერეთის კარი. ჰერეთი ჩვენგან კახეთიდან ერთი ხელის გაწოდენაზეა. ეს ლექსი დავწერე ჰერეთის მოლოცვის შემდეგ და რა გზაც გავიარე, აი თქვენ ჩემთან ერთად წაგიყვანთ და ქურმუღზე აგიყვანთ. ჰერეთის კარი შემორჩენია ჟაბთასვლას აბრა ჰერეთის კარი, მაგრამ სადღაა ნეტა ჰერეთი მიტაცებული მუსლიმთა მიერ მიწა იბერთა გაპოხებული წინაპართ ძვლებით ირგული უაზის თვალწარმტაცმთებით კაკლის ხეივას მიხვები უბრად არ არის სიტყვა უფრო ქართული რა ვუთხრა იმას ვინაც არ ახმნა საქმე კაცური და დაუტოვა შთამომავლობას ინგილოები ამოშართული მამულიშვილი ცრემლ შეუშორობნი საქართველოსთვის ნაწამ ნაგვემნი რომელი მცნებით შესწოდეს უფალს რად გაიწირნენ ნაღდი ქართველნი არსაიდან ხმა არსით ძახილი შობილი შობილს არ რას ეტყოდა მეტად სად არის უნიტარესიან ქართლის დედა მტერს რომ ებრძოდა თავჩაჩეჩქვილი ვნახე კურმუხი ალაზნის ველი ბორგავს მდუმარეთ თავს წამომდგარი ვეება ლოდი გაშტერებული მდგომი მწუხარეთ დგას მოლოდიში დიდი ტაძარი გასქერის მომსვლელს მტერს და მოყვარეს ვინ რუდუნებით აუნთებს სარდელს ვინ ამოჩიჩქნის კედლებს და კანდელს გაუფატრიათ ამოუცლიათ თუ სასიცოცხლო რაც რამება და ამას ცხოველიც არ ჩაიდენდა ადამიანმა როგორ იკადრა ვუვლით გარშემო ვავედრებთ ჩვენ სულს გრძნობ ანგელოზთა დასიგრიანებს რამდენს გაუძლო წმინდა გიორგიმ რამდენ ქარტეხილს შტორმს და გრიგალებს ყლავანთებ ცალფელს უძველეს ქვაზე ჩვენს წინაპართა კვალი ატყვია მტოვებს ალოცავს უსიერ ტყეში ტაძრის გუმბათზე მერცხლის ბარტყია გვიმზერს ტაძარი გული მიკვდება მტოვებ მრევლის და მამის გარეშე მივიხედე და ოსაოცრება მთა მოეფარა დროა დავეშვე ჩვენ ყველას ვუღებთ გულს და უდისკარს რამდენი რჯული შეგვიფარია შენ დაიფარე საინგილოში ყველა ქართველი მზეო მარია პოეტი პროზაიკოსი ნელი შაგინაძე მოგესალმებით თავად კახელი თავადვე ჩემო ლამაზო კახელებო თელავს და ახმეტას ერთი დიდი სულიერი ტაძარი უფრო გვადუხაბებს ერთმანეთთან ეს ჩვენი ალაზნის ველზე აღმერთებული და კავკასიონზე ოქროს ძაფებით დაკიდებული ალავი დიდა მის ტრაპეზზე სამუდამოდ შვიდად დაბრძანებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია მე მინდა ერთი ჩემი ახალი ლექსი წაგიკითხოთ მაგრამ სანამდე ამ ლექსს წაგიკითხავდით ჩემი ერთ-ერთი ნოველიდან რომელსაც ქვია ქეთევან დედოფალი მინდა ნოველის ბოლო დიალოგი გაგაცნოთ შაჰმა ყველაზე საშინელი წამება შენთვის გაიმეტა დედოფალო ვიცი გტკივა ქეთევან კი რომელი უფრო სული თუ ხორცი ხორცი და სილამაზე წარმავალია ჩემო კარგო სული კი მარადიული თვითონ ხედავდი სადაცაა უფალს ეჭირა უკვე ხელში ეს როგორ დედოფალო
მე საქართველო და უფალი უფრო მტკიოდა, მე ის მარადიული საგანძური მტკიოდა, რომელსაც დასაბამიდან დღემდე ყველა ებრძოდა ჩვენში. მე ჩემი საქართველო და ქართველიერი მტკიოდა, თორემ შახს რომ ჩემთან ომი უკვე წაგებული ჰქონდა, ამას თვითონაც კარგად ხედავდა. თქვენი ტკივილი ალვესაც ძლიერ ტკიოდა, ჩემო დედოფალო. ვიცი, მაგრამ სხვა რა გაეწყობოდა. სამუდამოდ დაბრუნდით ქეთევან? კი, საუკუნეებია საქართველოს მზე მენატრებოდა, ახლა კი აგე ვარ ჩემს კახეთში, ალავერში და დილის მზის ხივის საკურთხევლის ტრაპეზზე გადმოღრილ სითბოს, თამამად გრძნობს ჩემი სხეული და ჩემი უკვე წმინდანად შერაცხული ნაწილები. მაშ აღარსად აღარ წახვართ დედოფალო, აღარსად აღარ გვპირდები ჩემო. მამულს ვერავინ წაგვართმევს, ჩვენ ღმერთების ვართ ქვეყნიდან. სამყაროს დაბადებიდან გულს უფლის ხატი გვეკიდა, წმენას ვერ მოვაშლევინებ. ეს ჩვენს ჯიში და გენშია, ჩვენ ყველა განძზე მეტწილად ღვთისმშობლის მიწა გვერდშია. აგერა აქ, ასე ვიზრდებით, ასე გჭედავენ მშობლები, უფლისთვის ვგალობთ, ლოცულობთ, მაღალ ღმერთის ვართ ვსტოვრები. ჩვენს სიხარულზე ბებერი, ბერი მთებიც კი მღერიან. შეხედეთ, საქართველოა ეს, კავკასიის მთებია. უფლის უბეში ვიზრდებით, ღვთისმშობლის წმინდა ლოცვითა, ჩვენს შემხედვარეს წინაპრებს თვალს წრემლი მოსწყდათ, მოსცვივდათ. გვეცეკვება და ხელსავშლით, გვემღერება და უმღერი ვარ. ეს განა მარტო ჩვენა ვართ, კიდევ სხვა ბევრზე ბევრი ვართ. ალგეც კრწანის და მარტყოფის, ბრძოლის დროს სისხლად ვიცლებით, გაზაფხულსიებს ვგავართ და ვაზის კვირტებად ვიშლებით. ღმერთო, ამ ნიჭს ვინ წაგვართმევს, ეს ამ ხორცში და სისხლშია, ქართველ ჯიშჯილას ძარღვებში მაცხოვრის სისხლი გვისხია. პოეტი, აკადემიკოსი, იურისტი თამარ ფირცხელაური, გთხოვთ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონო მანანა, მოწვეულო სტუმრებო და დარბაზში მყოფ სტუმრებსაც მოვეფერო. მადლობა გადაუხადო რაიონის ღირსეულ თავკაცებს ასეთი ლამაზი საღამოს ჩუქებისათვის და იმისათვის, რომ ყოველთვის გააქვთ იმისი სურვილი ასეთი საღამოები მოუწყოთ. სტუმრებს ღირსეულად წარმოაჩნდეთ თქვენი თავი, ბევრს არაფერს გეტყვით ისეც, ერთხელ კიდევ აი ამ სცენიდან მინდა რომ სიცოცხლეს მოვეფერო. ლექს ქვია თუ დამეჯერებ. წუხელის სიკვდილს უშფოთველად მელაპარაკე. წუხელს სიკვდილი უსასრულოდ მელაპარაკა. მდუმარებაში შევიმოსეთ, უთქმელად მითხრა, დამპირდა, მისგან სიკვდილოდ დამიფარავდა. მოვიდა ისე მიჯნური რომ მიდის მიჯნურთან, საპატარძლოსთან როგორც მეფე მიდის მეფურად. არ იყო უცხო, არც უსაქო, არც შორეული, არც ცელი ეფრა და არც თავზე თალხი ეხურა. ვილაპარაკეთ ჩვენ ცოდებზე, ვიმუსაიფეთ. შებრთავ ღამეში გაცრეცილი სიმართლე გრთოდა. ვიახსარებე, როგორც მოწვას, ისე გავენდე, მომიტევებდა, მეგონა შენდობას მთხოვდა. იქ სიცოცხლეში ფერმიხტილი სიკვდილი იდგა. ვერაფერს იტყვი, ალბათ მასაც ასე ენება. ველოდებოდი აღსარება ზიარებისთვის, რომ მივეყვანე აღსასრულის საკურთხეველთან. მიმწუხრი იყო, ჩემთან იყო უცხო სტუმარი. სიკვდილის სტუმარ მასპინძლობა დამრჩა არაკად. თუ დამიჯერებთ, მთელი ღამე
თვითონ სიკვდილი უდასასრულოდ სიცოცხლეზე მელაპარაკა. ვარვარი ჯადაშია, დაიღიმე. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მასპინძლობისთვის ახმეტის მერიის წარმომადგენელს ბატონ ალექსი ფირცხელაოს, მის მოადგილეს ზურაბ ფილაშვილს, კულტურის სამსახურის უფროს ქალბატონ ფიქრია ხოხობაშვილს, მის მოადგილეს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ღირსეული მასპინძლობისთვის. ახლა ნება მომეცით ჩვენი ორგანიზაციის სახელით დავაჯილდოოთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ალექსი ფირცხელაო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, დაგლოცთმაო. ალბათ დიდი მადლობა უკვე მეორე ხვდებით ჩვენთან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ესეთი ინიციატივებისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ არას ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ ესე აქტიურად თანამშრომლობს თქვენთანაც ჩართულია და ესეთი ჯგუფის საღამოები დარდება. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა საჩუქრისთვის. მადლობა. რაფიელ ერისთავის სახელწოდების საპატიო დიპლომი გადაეცემა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ ზურაბ ფილაშვილს. პოეზიის სიყვარულისა და მხარდაჭერის სახელი გადაეცემა საჩუქრად ერთი ჩვენი წიგნი პოეზიის. რაფიელ ერისთავის სახელწოდების საპატიო დიპლომი გადაეცემა ქალბატონ ფიქრია ხოხობაშვილს პოეზიის სიყვარულისა და მხარდაჭერის. რაფიელ ერისთავის სახელობის საპატიო დიპლომი გადაეცემა ლევან მავსიკას. საქართველოს ამომავალ ვარსკვლავს ბარბარე ჯანაშიას. სენატის განყოფილების და პარლამენტის მოპოვების
ქალბატონ ნანას გამოუგზავნეთ თავისი ლექსების კრებული, უпростоრად ეს გახლავთ ლექს წიგნი ალბომი, სადაც საკმაოდ ბევრი სურათებიც არის წარმოდგენილი და თავისი რჩეული პოეზიიდან ამოღებული აქვს ლექსები და ეს კრებული გახლავთ ცოტა უფრო მაღალი ხარისხისა, ვიდრე წინა კრებული იყო და ეს მე დღეს საკითხად მოუტანე ნანას და ასევე გადაეცემა რაფაელ ერისთავის სახელობის საპატიო დიპლომი ნანა ქიბრუტაშვილის პოეზიის სიყვარულისა და მხარდაჭერის. გადაეცემა მწერალთა კავშირის გამგეობის წევრს ნინო უძილაუს ქართულ ენა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისა და სამეცნიერო საქმიანობის ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა საპატიო დიპლომი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის. იოსებ ნონეშვილის სახელობის საპატიო დიპლომი გადაეცემა პოეტს და საზოგადო მოღვაწეს ვერიკო პარტიკანაშვილს ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. ლევა ზინანიშვილის სახელობის საპატიო დიპლომი გადაეცემა პოეტს, პროზაიკოს, საზოგადო მოღვაწეს ნელი საგინაძეს ქართულ ენა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დაბოლოს თინა ჯანიბეგაშვილს ვაჟახშაველას სახელობის საპატიო დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თანადგომისთვის, დიდი მადლობა სიყვარულისთვის, დიდი მადლობა ჩვენი კრებულის ესოდენ დიდად დაფასებისთვის.